ახლო აღმოსავლეთში არსებულ სამხედრო დაპირისპირებაზე ტელეფონით ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დაბადების დღე მიულოცა. ლიდერები ფიქრობენ, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი უნდა დასრულდეს. ამავე საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ხაზგასმით უთხრა, რომ ომი უნდა დასრულდეს აღმოსავლეთ ევროპაშიც. უკრაინა და რუსეთი მცდელობების მიუხედავად ზავამდე მისვლა ისე ვერ ხერხდება, მსხვერპლი კი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში უკრაინული დაცვის ხაზები გაარღვიეს. უკრაინამ კი სუმის ოლქის დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი. სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ამ კვირაში მეოთხედ გაცვალეს ომის პატიმრები. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეების უმრავლესობა მძიმედ დაჭრილი ან ავადმყოფობის მქონე ჯარისკაცები არიან, რომლებიც 2022 წელს მარიუპოლის დაცვის დროს დააკავეს. რუსეთმა უკრაინას 2412 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ომის პატიმართა გაცვლა 20 ივნისისთვის დასრულებული იქნება.